მოგესალმებით კიდევ ერთხელ. წლებია მუშაობდი შრომით პოლიტიკაზე. ბოლო პერიოდში თუ დააკვირდებით, სხვადასხვა სექტორმა დაიწყო საკუთარ შრომით უფლებებზე საუბარი. წარმატებით თუ წარუმატებლად, თუმცა დაიწყო საკუთარ შრომით უფლებებზე საუბარი. ერთადერთი სფერო, რომელიც რჩებოდა, ესე იგი, ყოველგვარი განხილვის გარეშე, ეს იყო კულტურის სფერო. პრობლემა პირველ რიგში რაც დადგა და რაც გამოჩნდა, როდესაც ჩვენ აი ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, იყო მის რომ თავად მსახიობები, ვთქვათ, არ უყურებენ საკუთარ შრომას, როგორც პროფესიას და როგორც შრომას. ანუ ამას უყურებენ რაღაცა შემოქმედებით პროცესად, მხოლოდ და მხოლოდ. აი ამას ვამბობდი, ანა, პირველ გადაცემაში, პირველ ბლოკში ზუსტად ეს ვთქვი მე, რომ არასწორად აღვიქვავთ და აქედან ჩდება მე ის პრობლემები, რომ სუბსიდირებული უნდა იყოს, ხელი უნდა გადაუსვათ, შევინახოთ და ასე შემდეგ. ანუ ის შედეგი, რომ შემდეგში რაც აღმოჩნდა, რომ შრომითი უფლებები და შრომის კოდექსი ამ სფეროზე არ ვრცელდება, სწორედ მაგ დამოკიდებულების ბრალია. და ასევე საზოგადოება შემდეგში უკვე ასე უყურებს ამ სფეროს და შესაბამისად სახელმწიფოც უყურებს ამას როგორც რაღაცა დონაცია, საპენსიო ფონდი და ასე შემდეგ. ანუ პირველ ეს არის საერთო საზოგადოებრივი პრობლემა, სადაც უნდა გავიაზროთ, რომ ნებისმიერი სახის შრომა არის შრომა და ის არის ანაზღაურებადი და შესაბამისად თითოეულ ადამიანმა უნდა მიიღოს ის ბენეფიტები, რაც მას გააჩნია. რა ეს იქნება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ეს იქნება შვებულება, ეს იქნება შრომის უსაფრთხოების დაცვა და რა პრობლემები გამოიკვეთა ჩვენ როდესაც დავიცვით პირველი კვლევა გავაკეთეთ და ნუ ყველაზე ძირითადი პრობლემები ეს არის სამსახურიდან უკანონო დათხოვნა, პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაცია, თქვა დისკრიმინაცია და შევიწროვება სექსუალური ნიშნით. ასევე შრომის უსაფრთხოების პრობლემები როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ამ სფეროში ადამიანები ზიანდებიან საკუთარი პროფესიული ეს ჩვენ ქართულ სინამდვილეში ხდება? კი, რა თქმა უნდა ხდება, არა